კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია ფორმულას ახალი ამბები 12-ზე. მე ვარ გიორგი კიკაბიძე. ოცნების ჯანდაცვის მინისტრს მშობლები ტყუილში ამხელენ. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ პრეპარატები, რომლის შემოტანასაც ისინი ითხოვენ, მინიმუმ 10 წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამ მედიკამენტებს კი უკვე იყენებენ როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. ცოტა ხნის წინ მათ საჯაროდ მიმართეს საზოგადოებრივ მაუწყებელს და პირდაპირ ეთერი მოითხოვეს, რათა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. მარიამ ლეკიაშვილი გვერდდება ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე მშობლებმა სულ ცოტა ხნის წინ გამართეს პრესკონფერენცია. ეს პრესკონფერენცია ემსახურებოდა ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯოლაძის მიერ ბოლო რამოდენიმე დღეში გაკეთებულ განცხადებებს. მათ ისაუბრეს იმ პრეპარატების შესახებ, რომელიც არის უკვე გამოგონებული დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასევე არის დადასტურებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მხრიდან. მათ მინისტრის ბოლო დროიდან განცხადებებს უწოდეს სპეკულაცია. ისინი ამბობენ, რომ მინისტრი, როდესაც საუბრობს მედიკამენტების საფრთხეზე, ის არ აკონკრეტებს კონკრეტულ მედიკამენტებს. საუბარი არის 4 მედიკამენტზე, რომელიც ნაწილი, 2 მათგანი არის უკვე სრულად დადასტურებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მხრიდან და ამ 2 წამლის გამოყენება უკვე სრულად შეიძლება, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით ეს მედიკამენტები მაინც არის საფრთხის შემცველი. დღეს პრესკონფერენციაზე მშობლებმა ასევე ისაუბრეს კიდევ ერთხელ მათი მოთხოვნების შესახებ. მათი მოთხოვნები არის უცვლელი. მათი უმთავრესი მოთხოვნა არის ის, რომ ეს მედიკამენტები სწორედ შემოიტანონ საქართველოში. ასევე ისინი ჯანდაცვის მინისტრისგან მოითხოვენ სპეციალური მედიკოსების ჯგუფის შექმნას, რომელიც გამოიკვლევს ამ მედიკამენტების საფრთხეებზე იმუშავებს, თუ როგორ იმოქმედებს ეს მედიკამენტები ამ ბავშვებზე. ისინი ასევე მათ მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა. ეს არის საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ეთერი. ისინი მოითხოვენ პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მათ პირდაპირ ეთერში სურთ ქართული ოცნების წარმომადგენლების, ასევე დარგის ექსპერტების ხილვა. მოუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ მიიღონ სასწრაფოდ ყველა ზომა და განახორციელონ საუცლებელი ქმედებები დროში, რადგან ყოველი დღე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის ქართულები, რაც თან ახლავს ამ დაავადებას და კონკრეტულად იმ მედიკამენტებზე, რომლებიც უკვე აღიარებულია, ეს არის ეგზონსკიპინგი, როგორც მოგახსენეთ, ელევიდისი, ჯივინოსტატი და ვამოროლონი, რომელიც ევროპაში უკვე აღიარებულია და ევროპის არაერთ ქვეყანაში. იმის მიუხედავად, რომ არ არის შესაძლოა არ არის აღიარებული ემას მიერ ეგზონსკიპინგი, ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია აღნიშნულ მედიკამენტებს იღებენ, თუ მოთხოვნა დაფიქსირდა. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ FDA-ის მიერ არის თუნდაც ეგზონსკიპინგი აღიარებული და არ არის ემას მიერ, ესაც ბუნებრივია დაუსაბუთებელია და არ არის სწორი ინფორმაცია და ეს არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ამ დღეებში მიმდინარე მოვლენები ჩვენ არანაირ საფუძველს არ გვაძლევს, რომ ჩვენ გავჩუმდეთ. იმიტომ რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ მართლები, ჩვენ ვართ მშობლები და ვებრძვით ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ. და დღეს, როდესაც მსოფლიო ესეთ სასწავლო მედიკამენტებს გვთავაზობს, არანაირი უფლება არ გვაქვს სახლში დავსხდეთ და მივიღოთ მოცემულობა. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა გამართა გასაიდუმლოებული შეხვედრები სამედიცინო სპეციალისტებთან და მოუწოდა მათ, რომ ისაუბრონ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტების საფრთხეებზე. ასევე ვიცით, რომ მინისტრი აპირებს უახლოეს დღეებში გამოსავლის სახით შემოგთავაზოს მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა. გუნდი, რა თქმა უნდა, აუცილებელია და გადამრჩენია ჩვენი შვილებისთვის, იმიტომ რომ მედიკამენტები, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ გუნდის გარეშე წარმოუდგენელია ამ პროცესების მართვა. ამ საჭირო მედიკამენტების წვდომის გარეშე მხოლოდ გუნდის არსებობა ნამდვილად ვერ შეცვლის იმას, რომ ეს ამ ბავშვების სიცოცხლე საგრძნობლად გახანგრძლივდება. გუნდი და ამასთან ერთად თანამედროვე მედიკამენტები ამ ორის გარეშე ამ დაავადების დამარცხება შეუძლებელია. მოუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ გამოგვიყოს საეთერო დრო და მოიწვიოს ხელისუფლების წარმომადგენელი, მოიწვიოს ექიმები და
ჩავატაროთ დისკუსია, არა ერთი, არამედ რამდენიმე დისკუსია ამ საკითხზე. ვინაიდან ეს თემა გამოვიდა სააშკარაოზე და გახდა ხელისუფლების, საზოგადოების, მედიის ყურადღების საგანი, ამის შემდეგ ამ თემის შეტანა ისევ დახურულ ოთახებში და დახურულ ოთახებში გრძელდებოდა 2 წელიწადნახევარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა მოლაპარაკება არანაირი შედეგი არ ჰქონდა, ამიტომ ამის უკან გადატანა ისევ კაბინეტებში და ისევ კარს მიღმა აღარ გამოვა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები უკვე მესამე დღეა უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ. ისინი კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან ყოველდღე, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მათ არ აძლევენ იქ კარვების გაშლის საშუალებას, ასევე არ აძლევენ მშვიდობიანი აქციისთვის საჭირო ატრიბუტიკის მიტანას. მადლობა მარიამ ლეკიაშვილს. რეჟიმი მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისთვის ისევ ასამართლებს. სხდომები დილის 11 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც წესი, მოსამართლეები საპატიმრო სასჯელს იყენებენ. როგორი ამ შემთხვევაში მოლოდინები, ლიზი ვეკვა განაგრძობს საუბარს ფორმულას ეთერში. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პირველი ადმინისტრაციული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. განსასჯელის სკამზე ამჯერად იჯდა უწყვეტი პროტესტის მონაწილე დავით პაპაშვილი, რომელსაც მოსამართლე თორნიკე კაპარაძემ სხდომა გადაუდო. ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შესაბამისად ამ შემთხვევაში წარმოადგინა დაცვის მხარემ მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოსამართლემ ჯერჯერობით უცნობია თუ როდისთვის გადადო უწყვეტი პროტესტის მონაწილე ადამიანის სხდომა. რამდენიმე წუთის წინ ასევე დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი უწყვეტი პროტესტის მონაწილე პირი სასამართლოს სხდომა. ეს არის სინისის პატიმრის ოჯახის წევრი, რომლის ხლებასაც ასევე მოსამართლე თორნიკე კაპანაძე უძღვება და დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დასჯიან თუ არა ამ მოქალაქეს რუსთაველის გამზირზე ტროტუარზე დგომის გამო. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვესაუბრეთ მის უფლებადამცველს, რომელიც ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრადიციულად ვერ წარმოადგინა მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება ან იმ პირის ჩვენება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით ხელი შეეშალა რუსთაველის გამზირზე გადაადგილებაში, მაშინ როდესაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაუკონკრეტა არც ერთმა სამართალდამცავმა ამ მოქალაქეებს თუ სად უნდა გადაენაცვლათ მაშინ, როდესაც ისინი ტროტუარზე დგომასაც უკრძალავენ და გზისავალ ნაწილზე დგომაც არის დასჯადი. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება სამოქალაქო აქტივისტის უწყვეტი პროტესტის მონაწილის და საპროტესტო აქციების ხმის დუტა ჯავახიშვილის სასამართლოს სხდომა, რომელსაც არა ტროტუარზე დგომას, არამედ გზისავალ ნაწილზე დგომას ედავებიან. როგორც დუტა ჯავახიშვილი ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება ვიდეო, სადაც ისმის ხმა, რომ დუტა ჯავახიშვილი სხვა აქციის მონაწილეებს მოუწოდებს შაბათის მარშის შემდეგ, რომ გადაინაცვლონ გზისავალი ნაწილიდან ტროტუარზე, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც დუტა ჯავახიშვილს ედავება იმას, რომ ის გზისავალ ნაწილს კეტავდა. მას აქვს იმის მოლოდინი, რომ მოსამართლე მას 5,000 ლარიან ჯარიმას გამოუწერს, რადგან ისიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და ის ამბობს, რომ მას ურჩევნია წავიდეს პატიმრობაში, რადგან 5,000 ლარიანი ჯარიმა არის ძალიან დიდი სახტარი. საქმეა, სადაც მედავებიან გზისავალი ნაწილის გადაკეტვას. რეალურად გზისავალი ნაწილი არ გადამიკეტავს, პირიქით ადამიანებს მოუწოდებდი, რომ დაეტოვოთ გზისავალი ნაწილი და გადმოსულიყვნენ ტროტუარზე. მე თავს დამნაშავედ აქვსნი და მიმაჩნია, რომ ყოველი გამართული სასამართლო არის უსამართლო და აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმის გამო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ, ამის გამო არ აქვს უფლება მანუჩარცაცუას, რომ გამიშვას პატიმრობაში, თუმცა 6 მარტს მანუჩარცაცუას თხოვე, რომ გავეშვი პატიმრობაში, რადგანაც 5,000 ლარის გადახდის საშუალება არ მაქვს, თუმცა მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ გამიშვებს ასე ვთქვათ 5,000 ლარი. საქმე ეხება ტროტუარს და ტროტუარზე დგომას, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ დღესდღეობით უკვე ბოლო ცვლილებებით, საკანონმდებლო ცვლილებებით ტროტუარზე მშვიდობიანი დგომაც კი სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. გავეცანი საქმის მასალებს, რა თქმა უნდა, საქმეში არ არის არავინ იდენტიფიცირებული კონკრეტულად ვის შეეშალა ხელი, რომელ მოქალაქეს რა ფორმით შეეშალა ხელი, თუმცა მიუხედავად ამისა, წარსული პრაქტიკა და ჩვენ ბევრი გქონია ასეთი შემთხვევები, არც ერთ შემთხვევაში
შემთხვევაში უშუალოდ ამ საქმეებზე საქმის წარმოება, როდესაც მოქალაქე დგას მშვიდობიანად არ შეწყვეტილა, შესაბამისად მოლოდინი იმის რომ შეწყდება საქმის წარმოება რა თქმა უნდა არ მაქვს, თუმცა ერთი რამ ნათელი არის რომ ყველა შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელზეც ძალიან დიდი სახელმწიფო რესურსი იხარჯება, იგივე ბიუჯეტიდან, მოწოდებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ აკრძალოს მშვიდობიანი პროტესტი მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი უწყვეტი პროტესტის მონაწილე გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის გამო მოქალაქეები პროევროპული აქციების მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და ყოველდღიურად გააპროტესტებენ ქართული ოცნების პოლიტიკას რუსთაველის გამზირზე. ეს ლიზი ვეკუა იყო. სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმესაც განიხილავენ, პროცესები ფინალურ ეტაპზეა, გადაწყვეტილება წესით მალე უნდა გამოცხადეს. დღეს საბრალდებო სკამზე 13 პირია. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. დღეს წესით და რიგით უნდა იყოს დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა, ნახოთ, წარმოვადგეთ ჩვენ მტკიცებულებებს, რაც დაუხდეთ საქმეს მასალების გაცვლის დროს. შესაძლებელია ბრალდების მხარე მოითხოვოს ბრალდებულების დაკითხვა, მაგრამ ჩემი ბრალდებული საბაკორძაია არ დაიკითხება დღეს. პიროვნებას რომელსაც ედავებიან ძალადობის ჩადენაში, ვერც ერთმა პოლიციელმა ვერ მიუთით ამაზე, თუმცა გამოკვლეული ვიდეო მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ საბაკორძაიას მხრიდან არანაირი ძალადობის ადგილი არ ქონა. არავის არ აქვს იმის ვალდებულება, რომ ამ მტკიცებას საკუთარი დანაშაულობა ხელისუფლებას აქვს ვალდებულება და რესურსი საკმარისი იმისთვის, რომ მოეპოვებინათ მტკიცებულები თუ არსებობდა ამგვარი იმის დასადასტურებლად, რომ ჩადენილი იყო კონკრეტულად ის ქმედება, რასაც ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ ხობს. ამ შემთხვევაში გამოძიება თავად გეუბნება, რომ კამერები სადაც გატრიალებული იყო და არ ამოიღეს კამერები პრეზიდენტის სასახლიდან ერთადერთი უთხუარი მტკიცებულება, რომელიც ყველაფერს გვაჩვენებდა კონკრეტულად თავიდან ბოლომდე მონაკვეთს მართლა რა მოხდა და ვინ რა გააკეთა. ეს არ არის ამოღებული, შესაბამისად ჩდება ლეგიტიმური შეკითხვები და ჩვენც უკვე მოკლებული ვართ იმ ობიექტური და უთხუარი მტკიცებულების არსებობა საქმეში. რაც აჩენს კიდევ და კიდევ ეჭვებს ლეგიტიმურ შეკითხვებს და საბოლოო ჯამში ობიექტური ფირი თუ დააკვირდება და კონტექსტი გაითვალისწინებს, მიხვდება, რომ აქ კიდევ და კიდევ პოლიტიკური გავლენები იკვეთება. თითქმის 1 საათია მიმდინარეობს გრიგოლი ლუაშვილის სასამართლო პროცესი. სუსის ყოფილ უფროს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმეს მოსამართლე ნატო ხუჯაძე განიხილავს. როგორ მიმდინარეობს ხდომა ვრცლად დეა ბაძაღუა მოგვიყვება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლი ლუაშვილის პროცესი, რომელიც კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული, 1 საათის წინ უნდა დაწყებულიყო 11 საათზე, თუმცა ახლა გვატყობინებენ, რომ დაგვიანდა მისი ეტაპირება სასამართლოში, ამიტომ ის 2 საათისთვის გადაიდო. დღევანდელ პროცესზე კვლავ გაგრძელდება წინა სასამართლოს ხდომა, შესაბამისად მხარეები იმსჯელებენ კვლავ მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით და ცნობილი უნდა გახდეს საქმე გადავა თუ არა არსებითად განხილვის ეტაპზე. საქმეს განიხილავს ნატო ხუჯაძე, როგორც გითხარით, ცნობილი ხდება, რომ დღევანდელ პროცესსაც წინა პროცესის მსგავსად დაესწრება თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი. ჩვენ ვესაუბრეთ მის ადვოკატს, რომელიც ამბობს, რომ საქმეში არ დევს პირდაპირ მტკიცებულებები, არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის ბრალს. გარდა ამისა, ხდომა მიმდინარეობს დახურულ პროცესში, მას ვერ ესწრებიან როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე ოჯახის წევრები. ეს არის ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იმ არგუმენტით, რომ უნდა დაიცვან მოწმეთა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება, რადგან ისინი მნიშვნელოვანი ინფორმაციას აწვდიან პროკურატურას, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებითაც. დაცვის მხარე ასევე ამბობს იმასაც, რომ იმის გამო, რომ მათ გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და ბრალდების მხარე ყოველ ხდომაზე აყენებს ხდომის დახურვის შუამდგომლობას, მათ უჭირთ სრულყოფილი დაცვის განხორციელება მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, რადგან საზოგადოებას ვერ აწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას. დღეს არის შუამდგომლობების განხილვის ეტაპი და დღეს სავარაუდოდ ალბათ წინასასამართლოს ხდომის ეტაპი დამთავრდება და გადაწყდება საკითხი საქმის არსებითად გადაცემასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ არ არის საქმეზე საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა შეკრებილი იმისათვის, რომ საქმეზე დადგეს გამანტყუნებელი განაჩენი და ამიტომ მიგვაჩნია, რომ არ უნდა გადაეცეს.
გრიგოლ ლილუაშვილს ედავებიან ქრთამის აღებას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ეს ეხება დაკავშირებულია ტენდერებთან, ასევე ედავებიან ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების მფარველობას, ის ბრალს არ აღიარებს, ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეს დეაბაზაღუა იყო ჩვენს ეთერში. ამ წუთებში იწყება ალიკო ელისაშვილის პროცესის პოლიტიკოსის ადვოკატები სასამართლოს შესავალი სიტყვით მიმართავენ. ადვოკატები ელისაშვილის მიმართ შურისძიებაზე საუბრობენ და ასახელებენ მამუკა მდინარაძეს. რეჟიმი ელისაშვილს ტერორიზმის მუხლით ასამართლებს. ნუცა ბახუტაშვილი დეტალებით. ამ წუთებში იწყება ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვებით უნდა მიმართონ სასამართლოს და მოსამართლე გიორგი გელაშვილმა როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის შესავალი სიტყვები უნდა მოისმინოს. ხტომას თავად ბრალდებული პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილიც დაესწრება. საინტერესოა რა ექნება მას სასამართლოსთვის სათქმელი და ისარგებლებს თუ არა განცხადების უფლებით. მანამდე კი ადვოკატები შეეცდებიან კიდევ ერთხელ ისაუბრონ იმ აბსურდულ გარემოებებზე, როგორც ამას თვითონ აფასებენ, რაც თავიდან ბრალის დადგენილებაში ეწერა. ალეკო ელისაშვილს ორ ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს ბრალი წარდგენილი და მას ედავებიან ტერორისტული აქტის მოწყობას, კერძოდ კი სასამართლოს შენობისთვის და ასევე მისი დამხმარე შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას. ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ეს მუხლის სანქციის ზომა 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად ალექსანდრე ელისაშვილი აღიარებს, რომ ქმედება ჩაიდინა, თუმცა არ ეთანხმება პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და არ ეთანხმება იმ ფორმულირებას, როგორც პროკურატურა მას ედავება. ალეკოს აქვს ორ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი წარდგენილი და რო გაეცნოთ ამ ბრალის დადგენილებას, პირველი კურსის სტუდენტმაც კი ადვილად შეუძლია მიიღოს ის დასკვნა, რომ ერთი ბრალი მეორეს გამორიცხავს. თუ ერთ ეპიზოდში არის დამნაშავე ალეკო, მაშინ მეორეში ავტომატურად თუ დანაშაულოა. თუ მეორეში არის დამნაშავე, მაშინ პირველ ეპიზოდში არის დანაშაულო. იმდენ აბსურდთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში და მინდა რომ მოსამართლეს ბატონ გიორგი გელაშვილის აღნიშნულით დამატებით და დეტალურად აუხსნა და განუმარტო რა ამხერა შეკერილი საქმესთან გვაქვს საქმე. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე დავიწყებთ უშუალოდ საქმის განხილვას. ბრალდების მხარე წარმოადგენს შესავალ სიტყვას და ვისაუბრებთ სწორედ იმ მტკიცებულებებზე, რომელთა გამოკვლევის შედეგადაც დავადასტურებთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა სწორედ ტერორისტული აქტის მცდელობა. როგორც მოისმინეთ ადვოკატების შეფასებები, ბრალი თავის დადგენილებაშივე აბსურდული არის და ორივე ეპიზოდი ერთი მეორეს გამორიცხავს. შესაბამისად, საუბრობენ ისინი, რომ ეს მუხლი, რომელიც ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ არის აბსურდული. ალეკო ელისაშვილს საინტერესოა რა ექნება სათქმელი დღეს სასამართლოსთვის. მანამდე კი გეტყვით, რომ მას ყველანაირი კომუნიკაცია აქვს შეზღუდული, ის მკაცრი ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში, დახურული ტიპის დაწესებულებაში არის მოთავსებული. შესაბამისად მიმოწერის, ზარების უფლება, ასევე პაემნების უფლება აქვს შეზღუდული. ნუცა მადლობა, ეს ნუცა ბახუტაშვილი იყო ჩვენს ეთერში. ოპოზიციის ალიანსი ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უკაცრავად განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა. მდინარაძე სამართალდამცავი კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს, აქამდე ეს თანამდებობა არ არსებობდა. სუსის უფროსად გელა გელაძე წარადგინეს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიცე-პრემიერიც იქნება. საკუთარი მავნე განზრახვების განსახორციელებლად რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება თავის წიაღში სტაბილურობა, თუმცა ეს სტაბილურობა მისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა. სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს. ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა. არაღიერებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა საერთაშორისო სანქციებთან ერთად რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს. ქართულ ოცნებაში ნდობის კრიზისი ღრმავდება. ოპოზიციის ალიანსი გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოვაცლით და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დავაბრუნებთ.
საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს გიორგი გახარიას პარტიაში. აცხადებენ, რომ ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება და არ არის გამორიცხული, მან მალე ირაკლი კობახიძეც ჩამოაშოროს თანამდებობას. კობახიძეს მალე გასაგდება დამზადებს თავად ბიძინა ივანიშვილი, რაც არ უნდა გვარწმუნონ ახლა ოცნების პოლიტიკურმა სახეებმა, რომ ეს არის რაღაცა მაკოორდინირებელი ჯგუფის ხელმძღვანელი პირი, სახელმწიფო მინისტრი, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მსგავსი ტიპის თანამდებობების შემოღებით არის პენსიაზე გაშვება ადამიანების, რომლებიც მერე საერთოდ პოლიტიკიდან მიდიან. მის კადრებს დაეთყობა და იმ უწყებებს, რომლებშიც მას თავისი კადრები ყავს წარმოდგენილი, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ის ფეიქ თანამდებობა, რომელიც შემოგთავაზეს თითქოს რაღაც მაკოორდინირებული ფუნქცია უნდა შეასრულოს, საერთოდ ღიმილის მომგვრელია ძალიან მარტივი მიზეზის გამო. არ მგონია ახლა სულხან თამაზაშვილს და გეკა გელაძეს შუაში ფოსტალიონი ჭირდებოდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. არასათანადო მოპყრობა პატიმრების მიმართ ლაითურის ციხეში ადვოკატები ადმინისტრაციას პატიმრის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ადანაშაულებენ. მათი მონაყოლით ერთ-ერთი პატიმარი წამლის დამატებითი დოზის დანიშვნას ითხოვს, რადგან ამედიკამენტებს ის ქუთაისის ციხეში იღებდა. ლაითურში გადაყვანის შემდეგ კი მას წამლის საღამოს დოზას აღარ აძლევენ. ადვოკატები ფსიქიატრის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ითხოვენ, რადგან მათთვის ზუსტად არ არის ცნობილი, ადგილი აქვს ექიმის დაუდევრობას თუ მართლა არ აწუდის მას პენიტენციური სამსახური წამლის საჭირო დოზას. ადვოკატებმა პენიტენციურის გარდა უკვე მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატს. პასუხი მათ ამ დრომდე არ მიუღიათ. თვითონ ფსიქიატრიც ეუბნება, რომ ეს საჭიროება აღნიშნული მედიკამენტის დოზის დანიშვნა დამატებით, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო არ აწვდის პენიტენციურ დაწესებულებას აღნიშნულ მედიკამენტებს. ახლანდელი მდგომარეობა მძიმეა პატიმრის, უჭირს მოძრაობა, რადგან შიმშილობა აქვს დაწყებული, ერთ კვირაზე მეტია, მეტყველებაც კი უჭირს და ეს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ჩვენ ვითხოვთ ადვოკატები, რომ დაენიშნოს პატიმარს აღნიშნული მედიკამენტი იმ დოზით, რაც ესაჭიროება და ასევე დადგეს პასუხისმგებლობა პენიტენციური სამსახურში ფსიქიატრის. მარნეულში კაცი დაჭრეს შემთხვევა ქორწილში მოხდა ორ ჯგუფ შორის შელაპარაკება მოგვიანებით ხელჩართულ ჯგუფსა და სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა 35 წლის კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული ამჟამად რეანიმაციაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ირანის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ და უკრაინისგან მიღებული გაკვეთილები როგორ უნდა იმოქმედოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის, ჩინეთისა და თეირანის წინააღმდეგ. ამის შესახებ მოსმენა გაიმართა ჰელსინკის კომისიაში, სადაც სიტყვით გამოვიდა ჯო ვილსონი. ამერიკელმა კონგრესმენმა ქართული ოცნება კვლავ არალეგიტიმურ რეჟიმად მოიხსენია და განაცხადა, რომ ის დღეს არა მხოლოდ სამხედრო დამნაშავე პუტინთან, არამედ თეირანთან და ჩინეთთან თანამშრომლობს, რომელიც მისივე თქმით ანაკლის სპორტს აკონტროლებს და სწორედ ამ პორტის საშუალებით აწვდიან ირანს შეერაღებას ამერიკელების მოსაკლავად. ქართული ოცნების თანამშრომლობა სამხედრო დამნაშავე პუტინთან და თეირანის რეჟიმთან ნათელია. ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს შავ ზღვაში საქართველოს პორტს ანაკლიას და იშვიათ ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობას შუა აზიასთან. ამიტომ მას აქვს შედეგი, რომელიც ყოველგვარ ჩარჩოს სცილდება. ის აწვდის მობილურ სარაკეტო სისტემებს ირანს ანაკლიის გავლით ამერიკელების